ინსულტის ნიშნების ამოწურვა შეგიძლია? საქართველოში ინსულტი ყოველწლიურად უვითარდება 4000-მდე ადამიანს. აქედან 1/13 სამწუხაროდ იღუპება. იღუპება, იმიტომ რომ ოჯახის წევრებმა ინსულტის ნიშნების ამოცნობა არ იციან. ამიტომ პაციენტის გადაყვანა დროულად არ ხდება. ელოდებიან, რომ პაციენტი, რომელიც არის მძიმედ, მალე კარგად იქნება, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ ხდება. პაციენტთა სხვა 1/13-ში მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება გამოხატული ნევროლოგიური დარღვევა. თქვენ ამას ეძახით რუსულ ტერმინს პარალიჩს, თუმცა ქართულად ამასახელი ქვია დამბლა. მთელი ცხოვრება მას რჩება თქვა დამბლა, ანუ მოძრაობის შეზღუდვა, თქვა ხელში, ფეხში, ან ერთნახევარში, ან სხვა ნევროლოგიური დარღვევა რჩება თქვა მთელი ცხოვრება, მეტყველების წართმევა და ამიტომ ასეთი ადამიანი ცოდვაა, იმიტომ რომ მე ხდება ცხოვრების ბოლომდე სხვაზე დამოკიდებული, რომ იმ სხვა მოუაროს. ეს იმიტომ მოხდა, რომ ყოველ ერთ წუთში თავის ტვინში ინსულტის დროს ხდება 2 მილიონამდე ნეირონი, ამიტომ აქ ამოცნობა ძალიან მნიშვნელოვანია. დარჩენილ 1/13-ში კიდევ გადარჩენაც ხდება და არანაირი ნევროლოგიური დარღვევა არ დარჩებათ მათ ეს, იმიტომ რომ ამოცნობაც დროული იყო და ჩარევაც. თუ გინდა ინსულტის ამოცნობა იცოდე, დაიმახსოვრე 2 მნემონიკი, ან ინგლისური ფასტი, ან ქართულად დაიმახსოვრე სიტყვა 3. 3 ნიშანი ახლავს და შემოყებითაც დაიმახსოვრე 3. S ნიშნავს სისუსტეს. სთხოვე, როცა ვინმეს თქვა ინსულტი აქვს და ფიქრობ აქ ინსულტია, ხო, რომ ორივე ხელი წინ გამოწიოს. როცა ადამიანს ინსულტი აქვს, არა, ამ შემთხვევაში ერთ ხელს გამოწევს, მაგრამ მეორეს ვერა, იმიტომ რომ თავის ნიშნში აზიანდა ის ნეირონები, რომლებიც აი თქვა მეორე კიდურს იმორჩილებს, ამიტომ გიყურებს, მაგრამ ხელის აწევა მეორე კიდურში აღარ შეუძლია. მეორე ნიშანი სიტყვა 3-ში ეს არის ასიმეტრია. სთხოვე რომ გაგიღიმოს. როცა ადამიანს თქვათ ინსულტი არ აქვს და ის გაიღიმებს, ხო, ორივე ნახევარი ტუჩის კუთხეებისა ეს ორივე აიწევს ხოლმე. მაგრამ როცა ინსულტია, ხო, მან ერთ ნახევარი აიწევს, მაგრამ მეორე ნახევარი არა. ეს ასიმეტრია, ან ერთ ნახევარის ნახეს და მეორეს გამო განსხვავდა. აი ეს იმიტომ მოხდა, რომ თავის ნიშნში ის უბანი დაზიანდა, რაც მიმიკურ კუნთებს აკონტროლებს, ამიტომ ერთ ნახევარში ადამიანს უკვე აღარ ემორჩილება ეს კუნთები და თავისთავად ვეღარ იღიმის. ბუნებრივია, თუ მიმიკური კუნთები არ ემორჩილება, არც სხვა კუნთები არ დაემორჩილება, ამიტომ სიტყვა 3-ში მონიშნავს მეტყველებას. აქ ასევე ვრინდება მეტყველების დარღვევა. აი რო კითხო თქვა, აი როგორ ხარ, რა გჭირს, ხო, ანუ გიყურებს და ვერ გპასუხობს, ანუ მეტყველება საერთოდ წაერთვა, ან მეტყველება არ წაერთვა, თუმცა აი თავისთავად ვეღარ საუბრობს, ანუ ბურდღუნებს, ან ბლუკუნებს, ანუ ესეც მანიშნებელია ინსულტისა. ეს 3 ნიშანი დაიმახსოვრე: სისუსტე, ასიმეტრია და მეტყველების დარღვევა. და 3-ში სიტყვა I ნიშნავს იჩქარე. დროულად დარიგე 112-ში. თუ დროულად დარიგა 112-ში და პაციენტს გადაიყვან დროულად კლინიკაში, ამ შემთხვევაში ის არა მხოლოდ გადარჩება, ასევე ის არ დარჩება ცხოვრების ბოლომდე სხვაზე დამოკიდებული. ეხლა შეგიძლია გააკეთო ერთი რაღაცა, გაუზიარე ეს ვიდეო, რაც შეიძლება ბევრს, იმიტომ რომ ინსულტის ამოცნობა ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ.